მოგესალმებით. მე ვარ ფრიდონ სულაბერიძე, უმცროსი, დიდი ფრიდონ სულაბერიძის შვილი. ჩვენ ვართ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ რუსთავის წევრები. უკვე ერთი თვეა, რაც გაფიცულები ვართ და არ დავდივართ რეპეტიციებზე, არ ვარჯიშობთ და ამასაც სულ მალე შეიტყობთ რატომ. მე პირველ რიგში მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ დიდი ფრიდონ სულაბერიძე არის ღირსების ორდენოსანი. თბილისის საპატიო მოქალაქე, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად მამაჩემი 55 წელია, რაც ამ ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფია დღემდე. ის უკვე 84 წლის არის და მისი შემოქმედება წარმატებით სარგებლობს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. დიდი ფრიდონის გადაწყვეტილებით მისი შემოქმედებითი ხაზის გამგზავრებლად იქნებიან მისი შვილი, უმცროსი ფრიდონ სულაბერიძე, მამუკა ცერცვაძე და ეკა მოდებაძე. სამწუხაროდ ჯერჯერობით ახლა დანიშნულმა სამხატვრო ხელმძღვანელმა მიხეილ ჯავახიშვილმა და ანსამბლ რუსთავის დირექტორმა ია მაკაცარიამ არ უნდათ რომ დაუჯერონ დიდი ფრიდონ სულაბერიძის გადაწყვეტილებას და ამიტომ ვართ ჩვენ პროტესტში. ისინი იქცევიან არაკომპეტენტურად და მეცაც გეტყვით, საზოგადოებას ატყუებენ, რომ ყველაფერი კარგად არის ამ ანსამბლში, გამოაქვეყნეს Facebook-ის ვებგვერდზე ანსამბლ რუსთავის სახელზე, რომ რეპეტიციები განახლდა, როდესაც რეპეტიციები საერთოდ არ იყო გაჩერებული, ქონა კრიზისი და აწუნებენ, რომ ეხლა ყველაფერი კარგად არის. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე. ჩემ შემდეგ სულ მალე დიდი ფრიდონ სულაბერიძე გააკეთებს განცხადებას. დარჩით ჩვენთან. ჩვენი მთავარი ლოზუნგი არის დაუჯერეთ დიდ ფრიდონ სულაბერიძეს, ქართული ცეკვის მაესტროს.